სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩვენ გავწიეთ ძალიან დიდი მსხვერპლი დაწყებული პირველი პრეზიდენტიდან დამთავრებული იმ გმირებით, რომლებიც შეეწირნენ. ისინი ცოტანი არ იყვნენ და ზოგი წამებითაც კი გარდაიცვალა. მაგრამ ის ქვეყანა არ მივიღეთ. არ ჩემგან მაგალითად გაუკვირდებათ იმის თქმა, რომ მამარდაშვილს ვეთანხმები, მაგრამ მამარდაშვილმა მაშინ თქვა, აი ამ მდგომარეობითო ჩვენ გადავლახავთო რევოლუციურ ტალღებსო, რევოლუციის ტალღებთან გამოვალთო, მშივრები, ტიტულები და არაფრის მქონებიო. ზუსტად ეგრე დარჩა. სულ 8 თვე იყო ის ეროვნული მოძრაობა, რაც გააკეთა, ეს გააკეთა ჩანასახი, რომელიც დარჩა იმ ეროვნული მოძრაობიდან და დღეს წელიწადი ნახევარი რუსთაველზე რო დგას ხალხი, აი იმისი ევოლუციაა, იმ ჩანასახის ევოლუცია. იცით რა, აუცილებლად უნდა მოვიდეს სხვა ხელისუფლება, აუცილებლად უნდა მოვიდეს სხვა სამყარო. საქართველოს ესეთ მძიმე მდგომარეობაში არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ უნდა მოვიდეს ანუ რევოლუციის გზით, ან უნდა მოვიდეს არჩევნების გზით. მაგალითად, მოხანდა კარამჩიგან განდიმ იგივე მაჰათმა განდიმ დამკვიდრა პოლიტიკაში ერთი სიტყვა აჰიმსა, რომელიც არა ძალადობრივ მოძრაობას ითვალისწინებდა ეგ ფილოსოფია. არა ძალადობრივი მოძრაობით ინდოეთმა დაამარცხა უზარმაზარი იმპერია, რასაც ბრიტანეთი ერქვა. ჩვენიანებს ვერ ვებრძვით. აი ზუსტად ამ არაძალადობრივი პროგრამით, რაც მოხანდას კარამჩიგან განდიმ ჩამოყალიბა. იმით ისარგებლა მერე ჩემო კარგო მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორმა ამერიკაში, მაგით ისარგებლა განმათავისუფლებელი მოძრაობის სამხრეთ აფრიკის ლიდერმა ნელსონ მანდელმა, მაგით იხემძღვანელა ვაცლავ ჰაველმა და რა თქმა უნდა ზვია გამსახურდა. მიუხედავად 9 აპრილის სისხლიანი მდგომარეობისა და 9 აპრილის დიდი ტრაგედიისა, მაინც გამარჯვებით არჩევნებში გამარჯვებით მოვიდა ზვიად გამსახურდია. და დაიწყო მეორე რესპუბლიკის, საქართველოს მეორე რესპუბლიკის არსებობა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების, ეროვნული ხელისუფლების დამყარების შემდეგ, რომელსაც მე ვეთაყვანები. ჩემთვის ყველაფერია ის ხელისუფლება. იმ ხელისუფლების წარმონაქმნია ის 500 დღეზე მეტი რო დგას რუსთაველზე ხალხი და იმ ხელისუფლების მეტი საამაყო ჩვენ არაფერი გვაქვს მომავალ თაობასთან. მაგრამ ფაქტია, რომ დროში ყველაფერი გაიწელა. არაფერი აღარ გამოდის. თითქოს იცით რა არის? ამდენმა დამარცხებამ ის გამოიწვია რაღაცა უნდობლობაც ოპოზიციური ლიდერების მიმართ. რაღაცნაირად მით უმეტეს ახლა სააკაშვილი აკეთებს განცხადებას, რომ მეო რუსეთის აგენტმა ჩამომიყვანა, არ ვიტყვი ვინო, ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვანი ძალა. ეს არის უკვე შანტაჟი. მე თუ მკითხავთ, ეს არის უკვე შანტაჟი იმ ოპოზიციურ ძალების მიმართ, რომელიც ერთობას განიხილავენ. ზვიად გამსახურდიას აქვს ერთი არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც არის პოლიტიკური დოკუმენტი მეორე რესპუბლიკისა, საქართველოს სულიერი მისია. იქ არის სამი ლექცია განხილული. ეს არის საქართველოს სულიერი მისია, ეს არის ქებაი და დიდებაი ქართული საენისაი და ეს არის გელათის სულიერი მდგომარეობის შესახებ განხილვა. მას ვისაც უნდა რომ დღეს საქართველოს გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან, იმან აუცილებლად ზეპირად უნდა იცოდეს, განა უნდა წაიკითხოს, იმან უნდა გაიგოს ეს პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც რას ითვალისწინებს. იმას კი არა, რომ ომი ხომ არ გინდათ, თუ გინდათ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, თუ გინდათ ქვეყანა მივიღოთ მშვიდობიანი, თანასწორობა და თავისუფლება უნდა იყოს. თანასწორობისა და თავისუფლების გარეშე არაფერი არ გამოვა. თანასწორობისა და თავისუფლების გარეშეა ადამიანი რო ცოცხლობს. ისე სხვანაირად უნდა იყოს თანასწორობა და უნდა იყოს თავისუფლება. დღეს მე მაგალითად ყველაზე იმედს კათოლიკოს პატრიარქზე ვამყარებ. თქვენ წარმოიდგინეთ ბატონებო, რომ კირიონ მეორე რომ იყვეს, ამდენ ბიზნესმენ, ამდენ უმდიდრეს მღვდელმთავარს თუ აიტანდა.
მეუფეშიოს ეჭვიც არ მეპარება, რომ გადაკითხული კი არა, ნასწავლი აქვს საქართველოს სულიერი მისია. ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან ძნელი იქნება მისთვის, რომ ჭყონდიდელის, გიორგი ჭყონდიდელის სახელით შევიდეს ისტორიაში. იმაზე ადვილი არაფერი, გამყიდველობაზე ადვილი არაფერია, იმაზე ადვილი არაფერია, თუ უსაქმურად იჯდები და დარმავოი ფულს თუ მიიღებ, როგორც მე რასაც ვხედავ, ეს მღვდელმთავრები აკეთებენ. ბრძოლა სხვა რამეა. დღეს ყველაზე დიდი მისია, ყველაზე დიდი იმედი არის პირადად ჩემთვის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე, რომელსაც შესწევს უნარი. მე იმას არ ვიძახი, რომ რუისურბნისის კრებაზე ის ქუსლები დააჭრას მღვდელმთავრებთან, მაგრამ მას შეუძლია პატრიოტი მღვდელმთავრების მოყვანა. იმ მღვდელმთავრებს შეუძლიათ პატრიოტი სულიერი მოძღვრების მოყვანა და აი ამით საქართველო აუცილებლად წავაწინ. ეს არის უდიდესი ამოცანა, რომ თანასწორობა და სამართლიანობა დამყარდეს ზუსტად რომ იმ სულიერი მოძღვრის მხრიდან, რომელსაც შიო მესამე ქვია. ეს არის უდიდესი რამ, ურთულესი რამ, მაგრამ როგორც სოფოკლე ამბობს, ბუნებაში ბევრი ძლიერი ძალა, მაგრამ ადამიანზე უძლიერესი არაფერია. ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად, თავის სული ჩაუდგა ღმერთმა და ამიტომ შეუძლებელი არ უნდა იყოს მეუფეშიოსთვის, რომ დღეს ეროვნულ მოძრაობას ეს არ არის ჩვეულებრივი რუსთაველზე დგომა. ეს არის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. წეღანაცა ვთქვი, რა თქმა უნდა, ძალისმიერი კანონების გარეშე, რევოლუციის გარეშე. რევოლუცია ცუდი არ არის, მაგრამ რევოლუციონერი, როდესაც გამოდის ასპარეზზე, იმას დასაკარგი არაფერი არ აქვს, როგორც მარქსი წერს ბორკილების გარდა. ის მიდის პირდაპირ, ჩვენ დასაკარგი ბევრი რამე გვაქვს, მით უმეტეს საქართველო გვაქვს დასაკარგი. საქართველო იკარგება, ხელში კრება. ამას მეუფეშიომ აუცილებლად უნდა მიხედოს. აუცილებლად უნდა გამონახოს თავის თავში ძალა, რომ პატრიოტი მღვდელმთავრები მოიყვანოს, ის 49 იქნება თუ 39 მღვდელმთავარი და ისინი კიდე პატრიოტულად ახსნიან თავის მრევლს და აქ იქნება უზარმაზარი გამარჯვება. ეს იქნება გიორგი ჭყონდიდელის მეორე გზა. დამიჯერეთ, ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ საქართველოში თანასწორობა და თავისუფლება ერთი პრინციპებით აშენდეს. სხვანაირად აქ არაფერი არ გამოვა. მე პირადად, როდესაც მეკითხებიან, რომ მე რა მინდა, რა მე თქვენ ალბათ გეცოდინებათ ერთი ქართული სიბრძნე, ერთი ბებერი ტელეფონის ველზე ვერ ეტეოდაო. აი ეს ბებერი ვარ მე. მე ვერ ვეტევი ამ თაკლიჯილ საქართველოში, როგორც გინდათ გაიგეთ. მე როდესაც წავალ იმ ქვეყნად, მე ჩემს უფროს მეგობრებს გაერთიანებული საქართველოს რუკა უნდა წავყო, გაერთიანებული საქართველოს ამბავი უნდა მიუტანო. მე მთელ იმედებს ვამყარებ კათოლიკოს პატრიარქზე. ჩვენ ცუდი ოპოზიცია არა გვაქვს. მე ძალიან მიყვარს ნიკა გვარამია, ის არის ანზოლ გვარამიაშვილი, ძალიან დიდ პატივსაცემ მე ზურა ჯაფარიძეს. გიორგი ვაშადებს არ ვცნობ და არც სურვილი მაქვს მაგისი გაცნობის, მაგრამ ოპოზიცია დღეს სუსტია. ხო სიმართლე უნდა ითქვას. არავინ არ ეპატიჟება სატელევიზიო გადაცემებში, ეთერებში ბატონ გოჩა ბახიას, ბატონ მერაბ ჩუხუას, ბატონ რევაზ კემულარიას. არავინ ეპატიჟება. ერთი და იგივე ხალხი ლაპარაკობს, ერთი და იგივე ხალხი გუმოძღვრავს. თურმე ივანიშვილიას ყოფილა, თურმე ივანიშვილის ყოფილა, თურმე ივანიშვილი. ეს ჩვენ არ ვიცით. ერთხელ მოიყვანონ ბატონი მერაბ ჩუხუა, არ შეიძლება ისა გიორგი თარგამაძის გადაცემაში? ის კაცი არის პროფესორი. კავკასიოლოგია და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და არის უზარმაზარი ეროვნული მოღვაწე. თავის სიცოცხლეში საქართველოსთვის რო არ უღალატია, კი არა სიტყვა ღალატით არის ის დარწმუნებული ვარ არის. მოიყვანონ ერთხელ ჩართონ გოჩაბახია, ბატონი გოჩაბახია, ეს არის უჭკვიანესი დიპლომატი. ვერ წარმოიდგენთ ვინ არის და რა არის ბატონი გოჩაბახია.
ერთხელ ჩართონ, ერთხელ მოусმინოთ, ერთხელ გაიგონ ამ ძველ ხალხს, ამ ძველ ეროვნულებს რა უნდათ, ამ ძველ ეროვნულები რას აპირებენ. შიო მუჯირზე მე რო დავწერე პოსტი რომ იმედი მაქვს, მაგრამ 1500-მა კაცმა მომწერა რომ ეგ არის ვორობიოვის გაზრდილი და ეგ არის რუსეთის გაზრდილი. ბატონებო, ვახტანგ მე-6-ე მაჰმადიანობა მიიღო, იმიტომ რომ საქართველოსთვის ეპატრონა. საქართველოს რო გადაერჩინა ვახტანგ მე-6-ე მიიღო მაჰმადიანობა სულხან საბას რჩევით. რომ საქართველოს გადაერჩინა და მე თვითონ ვახტანგ მე-6-ე ხო იცახდა რა გული ჩემი სამშობლოს ეკუთვნის სული ქრისტეს და მაჰმადიანები რასაც შეეხნენ ის იყოს მაგათიო მე რა თუ ის არის ვორობიოვის გაზრდილი როგორ არის ვორობიოვის გაზრდილი როცა მე ვიცი რომ ის ისეთი მამის შიო მუჯირი არის ისეთი მამის გაზრდილი რომელიც არის უაღრესად ეროვნული რომელმაც სახლდრისი აღმოაჩინა და შიო მუჯირმა უნდა აიღოს თავის თავზე პატრიოტი მღვდელმთავრების გამოჩენა. ის იქნება უზარმაზარი რუის ურბნისის კრება, ეს რითი დაიწყობა აღმაშენებელმა. თქვენ გონიათ აღმაშენებელს არ უჭერთ და? და თქვენ გონიათ აღმაშენებელი დაწყობილ ქვეყანაში მოვიდა? სულიერება და ადამიანის ყოფიერი ცხოვრება მოიტანს სიმშვიდესაც, თანასწორობასაც, სულიერება და ყოფიერი ცხოვრება ეს არის ის, რომელიც ჩვენ არ უნდა დავკარგოთ. თქვენ ხომ იცით არა, დედა ეფემია რას ამბობს? ნიჭიერებაო, იმაზე თუ ღვთისშიში და ზნეობა არ გახლავს, უნიჭობაზე საშიშიაო, ნიჭიერება და კარგად აღზრდაო. შიო მუჯირი არის არაჩვეულო ოჯახში გაზრდილი. ეროვნულიც იყო, ეჭვიც არ მეპარება მაგაში და თვითონ მე ვარ მოწმე რომ ის ეროვნული იყო. არასოდეს ირაკლი კაკაბაძე ტყუილს არ ლაპარაკობს ყოველთვის სიმართლეს ამბობს და ეჭვიც არ მეპარება რომ შიო მუჯირი ზუსტად იმას წარმოადგენს, რასაც ირაკლი კაკაბაძე ლაპარაკობს. ირაკლი კაკაბაძეს არასოდეს ტყუილი არ უთქვამს და მე პირადად შიო მუჯირს ვავალდებულებ საქართველოს გადაჭერას როგორც ერთი მორწმუნე ადამიანი, როგორც ერთი გატანჯული საქართველოს ერთი მაცხოვრებელი, ერთი მოქალაქე. მან უნდა მამულიშვილობა აიღოს თავის თავზე და ყველაფერს უშო. საქართველოს ხსნის გასაღები შიო მუჯირის ხელშია.